დილამშვიდობისა, საქართველოს დღეს 11 ოქტომბერია, უყურებთ კურიერს 8 საათზე. უკიდურესად დაძაბული ვითარება ახლო აღმოსავლეთში ისრაელის ჯარები მასიური სახმელეთო შეტევის მზადყოფნაში არიან. ქვეყანაში უკვე ჩავიდა შეერთებული შტატების იარაღის პირველი პარტია. ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ნევატიმის ავიაბაზაზე განთავსებული იარაღი განკუთვნილია მნიშვნელოვანი სამხედრო ოპერაციების ხელშესაწყობად და სხვა სცენარებისთვის მზადყოფნისთვის. ამავე უწყების ცნობით, დილით ღაზა სექტორზე მოიერიშე თვითმფრინავებით მასიური თავდასხმა განხორციელდა და დაარტყეს 200-ზე მეტ სამიზნეს. თელ-ავივი ამტკიცებს, რომ განადგურებულია ტერორისტული ინფრასტრუქტურა. გავრცელდა ინფორმაცია ისრაელის ერთ-ერთ სასაზღვრო სოფელ კიბუცში ჰამასის მიერ სასტიკად მოკლულ სამოქალაქო პირების შესახებ. დაღუპულთა რაოდენობა ჯერ არ დაზუსტებულა, მათ შორის არიან ბავშვებიც. ამჟამად არსებული ინფორმაციით ისრაელის მხარეს დაღუპულთა რაოდენობა 1200-მდე გაიზარდა, ღაზაში კი ეს მაჩვენებელი 900-ს აჭარბებს. ახლო აღმოსავლეთში შექმნილ ურთულეს ვითარებაზე ისაუბრეს სომანის დედაქალაქში შეკრებილმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა. ჯოზეფ ბორელის მოწვევით გამართულ საგანგებო შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაგმეს ჰამასის ქმედება და ისრაელის მიმართ სოლიდარობა გამოხატეს. ითქვა, რომ ისრაელს საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონმდებლობის მიხედვით აქვს თავდაცვის უფლება, თუმცა აღინიშნა ისიც, რომ ამავე კანონმდებლობის პატივისცემა ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ბუნებრივი აირის, წყლისა და დენის არ დაბლოკვას ითვალისწინებს. მორგი ავიარეისი შესრულდა ისრაელიდან საქართველოში გვიან ღამით. თელ-ავივიდან თბილისში რამდენიმე ათეული მოქალაქე დააბრუნდა. ისინი ადგილზე არსებულ ვითარებაზე საუბრობენ და ისრაელზე შეტევის დღეს იხსენებენ. არ წყდება დაბომბები, ისეთი ობიექტები იბომბება, რომელიც ხამას აქვს დაფიქსირებული, ისეთი მდგომარეობა, რომ არავინ არ მოელოდა ამას 50 წლის მერე. გამეორდა იგივე ტრაგედია. ისრაელი არ არის დამპყრობი ქვეყანა, ისრაელი არ არის ტერორისტი, ისრაელი არის მშვიდობის მოყვარული ქვეყანა. ძალიან ძიმე მდგომარეობა, ძალიან ბევრი მოკლულები არიან, ხტაცებულები, ბავშვები, მოხუცები, იერუსალიმთან ახლოს ცხოვრობ. პარასკევს არაფერი არ იყო და დილით რო დაიწყო შაბათს, ძიმე მდგომარეობა იყო. ყოველ 5 წუთში სირენები იყო ჩვენთან. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უნგრელ კოლეგას ვიქტორ ორბანს სადილზე უმასპინძლა. ქვეყნის ლიდერები მეუღლეებთან ერთად კოჯორთან ახლოს ბილში იმყოფებოდნენ. ღარიბაშვილმა და ორბანმა საქართველოსა და უნგრეთს შორის მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები არაფორმალურ გარემოში განიხილეს. უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ოფიციალურ შეხვედრებს დღეიდან იწყებს. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორბანისა და ღარიბაშვილის პირისპირ შეხვედრა. შედგება საქართველოს-უნგრეთის მთავრობათა შორისი კომისიის სხდომა, რომლის შემდეგაც ქვეყნებს შორის თანამშრომლობის 5 მემორანდუმზე ხელმოწერის ცერემონია გაიმართება. საქართველოსა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრები მედიისთვის ერთობლივ განცხადებასაც გააკეთებენ. ვიქტორ ორბანი თბილისში გუშინ მეუღლესთან და მთავრობის წევრებთან ერთად ჩამოფრინდა. განხილვის მთავარ თემებად საქართველოს ევროინტეგრაცია, უსაფრთხოება და ენერგეტიკას ახალდება. უნგრეთი შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელით არის დაინტერესებული, რომელიც საქართველოსთან უნგრეთს რუმინეთის გავლით დაუკავშირდება. შეთანხმება გაფორმდა საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ. დოკუმენტს დუბაიში ხელი მოაწერეს ვიცე-პრემიერმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა და არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრმა საგარეო ვაჭრობის საკითხებში. ხელმოწერის ცერემონიალს დისტანციურ რეჟიმში ესწრებოდნენ ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრები. შეთანხმების ძალაში შესვლის შემდგომ საქართველოსთან გაერთიანებულ საამიროებში ექსპორტისას ტარიფის გარეშე შევა ქართული პროდუქციის 97%-ზე მეტი. მოეწერა ხელი ყოვლისმომცველ ეკონომიკური თანამშრომლობის ხელშეკრულებას, რომელიც რეკორდულად მოკლე დროში იქნა შეთანხმებული ორი მხარის მიერ. ჩვენ ფაქტურად 3 რაუნდში დავასრულეთ მოლაპარაკებები, რაც საქართველოსთან წარმოებული 97% პროდუქციისთვის ახალ ძალიან მაღალი მსყიდველობითი უნარის ბაზარს გახსნის. რა თქმა უნდა, მე დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი ხელშეკრულება ახალი ეტაპის დასაწყისია ჩვენს ორ ქვეყანას შორის.
ვენეციის კომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციების საფუძველზე საქართველოს პარლამენტი უახლოეს მომავალში საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებებზე მსჯელობას დაიწყებს. კომისია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოვლის მომცველ რეფორმას კვლავ პრიორიტეტად თვლის. საერთო სასამართლოების შესახებ კანონში კომისიამ 5 პუნქტიდან 2 ნაწილობრივ, 1 სრულად შესრულებული, 2 კი შეუსრულებლად მიიჩნია. მართლ პარტიაში განმარტავენ, რომ სამართლებრივ მოსაზრებაზე დაფუძნებული ყველა რეკომენდაცია გათვალისწინებულია. ოპოზიცია კი აქცენტს მხოლოდ ზედაპირულ ცვლილებებზე აკეთებს. მთავარი საკითხები სასამართლო რეფორმის კუთხით არ არის შესრულებული, მხოლოდ კოსმეტიკური დეკორატიული ცვლილებებია შეტანილი, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ ეს მნიშვნელოვანი რეფორმა სრულყოფილად არ შესრულდება. ჩვენ ლელოს გვაქვს ამისათვის გამოსავალი. ეს არის ჩვენს მიერ წარდგენილი კანონპროექტი, რომელიც დევს პარლამენტში და რომელსაც არ მისცეს მსვლელობა. ის დაწერილია ევროკავშირის რეკომენდაციების გათვალისწინებით. ძირეულ ცვლილებებზე როცა ვლაპარაკობთ, ჩვენ მხედველობაში უნდა მივიღოთ ყველაფერი, რაც დღეს ანდრე ოხანაშვილმა ჩამოთვალა. კერძოდ უმაღლეს სასამართლოში წევრების არჩევის მთელი რიგი პროცედურული ცვლილებებია შემოტანილი და უამრავი სხვა ცვლილება, რომელიც სწორედაც რომ რეკომენდაციების ზუსტი შესრულებას წარმოადგენს. გალა კონცერტი დასრულდა ღვინის დღეები ახალციხეში. მსმენელის წინაშე ანსამბლი შვიდკაცა და ჯგუფი რეზო და ბავშვები წარსდგნენ. მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებული ფესტივალი ახალციხის ტერიტორიაზე გაიმართა. მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ ადგილობრივი მეღვინების პროდუქცია დაეგემოვნებინათ. მონაწილეობა მიიღოთ მესხური ტრადიციული კერძების მასტერ-კლასებში, მოეწყო ასევე სომელიეს სესიები და ღვინის კოქტეილების დეგუსტაცია. სპეციალური აქტივობები იყო გათვალისწინებული ბავშვებისთვის. მეორე წელი რაც ღვინის დღეები ტარდება ახალციხეში, ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი ღონისძიება რეგიონში ახალგაზრდებისთვისაც და არა მარტო და უფრო ცოცხლდება ქალაქი. ჩვენმა ქალაქმა უმასპინძლა უკვე ტრადიციად ქცეულ ფესტივალს ღვინის დღეები, წარმოდგენილი იყო ადგილობრივი ჯიშის ღვინოები, ესეთი ტიპის ღონისძიებები ხელს უწყობს პოპულარიზაციას ქართული ღვინის, დღე დატვირთული იყო სხვადასხვა აქტივობებით, როგორც კულტურული ღონისძიებებით, ასევე გასტრონომიული პროდუქტებით იყო წარმოდგენილი დღევანდელი დღე. ასე იყო დღეს კურიერის პირველი გამოშვება, მე 9-ზე ისევ დაგებრუნდებით.